წავე პოლიტიკური შეფასებების თემა ასევე ქართველოსების მიერ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში დაიწყებს. მმართველი გუნდის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი ბრიტანული BBC სტანდარტის ანალოგი იქნება და მედიაგარემოში დემოკრატიულ სტანდარტებს უზრუნველყოფს და დეზინფორმაციას მაქსიმალურად შეზღუდავს. კანონპროექტს ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის რაც ბრიტანეთში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედია ცენზურას შეუწყობს ხელს და ინიციატივის მიზანი თავისუფალი მედია საშუალებების ჩახშობაა. Qalbia საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი არის ბრიტანული, მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის სიმართლე და მთავარი იარაღი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ბუნებრივია იმისთვის, რომ საკუთარი ფული და ძალაუფლება გადაარჩინოს, ამისთვის აუცილებელია სიმართლის გაქრობა მედია სივრციდან. ცენზურის დაწესება საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით არის მათი გზა ფულის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მედიის კანონპროექტზე გუშინ გააკეთეს ხო განცხადება, რომ აი მაგალითად სტიქია როარიო ვერავინ ვერ გააკეთებს განცხადებასო სტიქიასთან დაკავშირებითო. აი მაგისთვის სჭირდებათ, ეს სჭირდება ცენზურისთვის და არა მეტი სიტყვის თავისუფლებისთვის და არა მეტი დემოკრატიისთვის არა, ეს კანონი რეჟიმს სჭირდება ცენზურისთვის. Ემილის მომგვრელია ყველა ის შენიშვნა, რომელიც ამ კანონპროექტთან მიმართებით არის რადიკალების მხრიდან და ვინც ამბობს, რომ ეს არის ცენზურა, ამით ეს ძალები, პოლიტიკური ძალები ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში მოქმედებს ცენზურა. არა და დიდი ბრიტანეთი ითვლება ყველაზე უფრო მეტად დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, ფლექსიბილური შესაბამისი კანონმდებლობით აღჭურვილ ქვეყანად. ჩვენი მიზანი მედიის კანონთან დაკავშირებით არის ერთადერთი მოხდეს პრევენციულად დეზინფორმაციისგან და ფეიკისგან დაცვა საზოგადოების და ეს ყველაფერი იყოს იმ მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელსაც აუცილებლად მედია სექტორიც გაიზიარებს.